ჩვენ ყველანი მუდმივად ვჭრათ ზედმეტს, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვის. ყოველ დღე შეგვიმჩნევია ეს თუ არა. ჭრით რთმენებს, ჩვევებს, შიშებს და ძველ იდენტობებს. ცხოვრება ბაღია და ჩვენ ბაღის მოვლელები ვართ. მაგრამ აქ არის საფრთხე. თუ ბრმად ჭრით კივილის, დაბნეულობის ან დამახინჯების გამო, შეიძლება არასწორი რამ მოჭრა. და რა შეგიძლია მოჭრა? ეს შეიძლება საზიანო იყოს შენთვის. რაც მე გავიგე, ეგო რა არის? ეგო, ჩემი აზრით, არის შენი შინაგანი ბავშვი, პლუს შეძენილი ჩვევები. მემკვიდრეობით მიღებული, ან კულტურული რწმენებით, მთლიანად რწმენათა სისტემებით, პროგრამირებით მიღებული ჩვევები ფაქტობრივად. ამიტომ ზედმეტის მოჭრა არ ნიშნავს მოგმას. ეგოს მთლიანად. ეს ნიშნავს იმ ჩვევების მოჭრას, რომლებიც არასდროს იყო შენთვის განკუთვნილი. ამიტომ უნდა ჭრა შეგნებულად, ნაზად და განზრახვით. თორემ შეიძლება საკუთარი თავი დაივიწყო და ეს საშინელი რამ იქნება. შენი შინაგანი ბაღი იქცევა იმად, რასაც უვლი და შენ იმსახურებ ლამაზ ბაღს. როგორ ვიცი, რომ ეს სიმართლეა? ხო. ეს ალბათ იმ გაგებიდან მოდის, რაც იესომ ჩვენთვის გააკეთა, როცა ჯვარზე ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა. ფაქტობრივად მან მსხვერპლად შესწირა თავისი შინაგანი ბავშვი არა. მას რა ცოდვა ეს? არის ეს? ჩვენთვისაც იგივე რომ გავაკეთათ? რადგან როცა ბოლომდე გაიგებ რა მსხვერპლი იყო ეს, ხვდები რა დიდი და ნაკარგია. ეს შენთვისაც იგივეა რომ რა აკეთო. და მერე ხვდები რა გააკეთა იესომ სინამდვილეში, რა ტვირთი იტვირთა, რამდენი სიყვარული იყო საჭირო ამისთვის. და სწორედ ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი რომ შენი შინაგანი ბავშვი პატივისცემით მიიღო, ყოველგვარი დაპროგრამების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ გიყვარდეს იესო. აი ასე გიყვარს იესო. აი ასე უბნები მათ უბეს. აი სწორედ ეს იყო ყველაფრის ავისი.